ნიკი უკვე არის ჩვენთან კონტაქტზე. საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, რომ გვითმობთ თქვენ დროს და გვაქვს საშუალება თქვენი ანალიზი მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს. ბატონ გიორგი, ირაკლი კობახიძის ღია წერილიდან გავიგეთ, რომ მანამდეც იყო წერილი რამდენიმე კვირით ადრე ტრამპის ადმინისტრაციისადმი, რასაც წინ უსწრებდა საჯარო განცხადებები, სადაც პრემიერი ამბობს, რომ ღიად გამოხატავდა საქართველოს მზაობას, რომ სუფთაფუძვლიდან კონკრეტული გზამკვლევით განახლებულიყო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის. პრემიერ-მინისტრი არ მალავს იმედგაცრუებას, რომ პასუხები ვერც წერილზე მიიღეს და ვერც საჯარო განცხადებებზე და ამ დღემდე უმაღლეს დონეზე კომუნიკაცია არ არსებობს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებებს შორის. აი თქვენთვის რა ახსნა აქვს ამას, ვიდრე წერილის პათოსზეც კითხავდით. აი ის რომ გავიგეთ არ იყო გამოხმაურებები, ის რომ ვერ შედგა უმაღლესი დონის კომუნიკაცია, რაზე მეტყველებს ეს ფაქტები? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ის რომ არ შედგა უმაღლესი დონის კომუნიკაცია მეტყველებს იმაზე, რომ რაც არ უნდა თქვათ, ვილაპარაკოთ, რომ სხვადასხვა ადმინისტრაცია მოვიდა, საქართველოს ვინაიდან არ არის მაინდა-მაინც მნიშვნელოვანი სახელმწიფო და ამერიკისთვის ხო და ჩვენი გეოპოლიტიკური ზონა არ არის ძალიან მაღალი, ეს მემკვიდრეობითობა შენარჩუნებულია საქართველოსთან მიმართებაში, ხო? და მეტნაკლებად, ანუ ეს ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართებები გრძელდება. და მე პირიქით შევხედავდი ამ საკითხს, რომ ნუ ბაიდენის განმასხვავებით 10-ჯერ ნაკლები კრიტიკაა და მეორე რაღაცა კომუნიკაციები შედგა, ელჩი შეხვდა, მე ლევან დავითაშვილს შეხვდნენ ამერიკაში, ანუ ისეც ანუ ფაქტია, რომ რაღაცა დონის კომუნიკაცია შედგა. ახლა უმაღლეს დონის კომუნიკაცია არ შემდგა, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ პირველი ჯერ არსალია ტრამპის ადმინისტრაციაში საქართველოსთვის ამ დონეზე შესახვედრად და მეორე არის რომ როგორც ჩვენ ელჩისგან გავიგეთ და სხვადასხვა განცხადებებიდან ვიცით რომ საქართველოს ასე ვთქვათ რაღაცა გზავნილები მიეცა რომელსაც ამერიკა ელოდება რომ განხორციელდება და შემდეგ შეიძლება უკვე შეიძლება საქართველოს თავრობის რაღაც შემხოდ ნაბიჯებს ელოდებიან. აქვე სუფთაფუძვლის საკითხიც რომ გავიაზროთ. კი ბატონო, საქართველოს ხელისუფლებას აწყობს რა თქმა უნდა ეს სუფთაფუძველი, მაგრამ კითხვა ხომ უნდა დაისვას და აი ამერიკას რა თქმა უნდა ეს სუფთაფუძველი, რა აკლდება დონალდ ტრამპს თუ არ დალაგდა საქართველოსთან, ან თუ სუფთაფუძვლით არ დაიწყო ურთიერთობა საქართველოსთან, ხო? რამე აკლდება ამერიკას? არა და თუ პასუხი არა, შესაბამისად არის რომ ალბათ ჩვენ მეტი უნდა ჩვენ ინტერესებში უფრო ამერიკასთან დალაგება, ხო, ვიდრე პირიქით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არაფერი შეერთებულ შტატებს არ აკლდება თუ საქართველოსთან ისეთი ურთიერთობები იქონია როგორ დღეს აქვს, ან უარესიც კი, ხო, რა აკლდება დონალდ ტრამპს? კი ბატონო. კი ბატონო, პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას ახსენებს, რომ უკვე მრავალი წელია საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში. მე დარწმუნებული ვარ თქვენ წაკითხული გაქვთ ეს. აქ ტექსტში წერია, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკისთვის სტრატეგიულ თანამშრომლობას. საქართველო მხარში ედგა ამერიკის შეერთებულ შტატების ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყში, ავღანეთში, სადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი და აქვე ამ თანამშრომლობით ამერიკის მხრიდან გაკეთებულ ზოგზე თუ ეკონომიაზეც წერია. ამ ფრაგმენტის სულისკვეთება როგორ გესმით? მხოლოდ ის მჭიდრო თანამშრომლობა, რაც იყო წარსულში და მართლა ორივე მხარე ამაყობდა ამ ურთიერთობით და საქართველოს მართლაც ეიმედებოდა ამ სტრატეგიული ურთიერთობის და პარტნიორობის, ხო? აი ეს წარსულში დარჩენილი ურთიერთობა რამდენად არის დღეს საკმარისი ამ სტრატეგიული ურთიერთობის განახლებისთვის? დავიწყოთ იმით, რომ ეს უფრო მგონია შიდა აუდიტორიაზე გათვლილი მესიჯი. როგორც ლიანად წერილი, ხო, უფრო კი ტრამპის მიემართება ვითომ, მაგრამ ქართულად არის დაწერილი, შეიძლება ინგლისურადაც დაიწერე, მაგრამ ქართულად გამოქვეყნდა Facebook-ზე. პირველ რიგში ეს არის შიდა აუდიტორიაზე გათვლილი წერილი და გზავნილებით და ის ტონიც და ის მათემატიკაც, ხო, ეს 2.5 მილიარდი დაგიზოგეთ. დათვალეთ და მეორე ვთქვათ, რომ შეიძლება ჩვენთვის ფული 2.5 მილიარდი, მაგრამ ახლა ამერიკის ბიუჯეტისთვის ნამცეცებია. შესაბამისად ეს ერთი საკითხი და მეორე ხო ხედავთ სოფლიო პოლიტიკაში რა ხდება, ანუ უახლოეს მეზობელს და მასზე ახლო ქვეყანა ამერიკას არ ყავს კანადას უწესებს ტარიფებს და კანადასთან აქვს დაფუჭებული ურთიერთობა და ლაპარაკი რომ ხა ჩვენ მჭიდრო პარტნიორობა გქონდა და ეხლაც წარსული ისეთი გქონდა და ეხლაც იმიტომ უნდა დავლაგდეთ არასერიოზულია იმ კუთხით, რომ ჩანს, რომ
ეს ტრამპის ადმინისტრაციისთვის მაინდამაინც მნიშვნელოვანი არ არის, მით უმეტეს ესეთ ინტონაციაში, რომ ფული დაგიზოგეთ და რაღაცა ჯერ როგორ ითვლება ეს. შესაბამისად, ეს პირველ რიგში არის შიდა აუდიტორიაზე გათვლილი, რომ აი და საკუთარ ამომრჩევლის, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური მომზადება, რომ თუ ვერ დავლაგდით ამერიკასთან, რაღაცა არგუმენტები იყოს ჩამოყალიბებული ამ კუთხით. კი ბატონო, აი ერთის მხრივ პრემიერი ახალ ადმინისტრაციას საქართველოს ქართველი ჯარისკაცების მიერ გაღებულ ძალისხმევაზე წვლილზე ელაპარაკება წერილით და პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებაში მიმდინარეობს აზრის დამკვიდრება, რომ აი ქართველ ხალხს ეს არ დაუმსახურებია ის, რომ დღეს ამერიკის მხრიდან არის შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობა. ის ვითარება, რაც ახლა არის, ამაზეც პრემიერ-მინისტრი ხალხის სახელით საუბრობს და იქ იყო ასეთი ფრაზა, რომ ხალხისთვისაც გასაკვირია ახლანდელი დუმილიო. მოდით ზოგადად ამ წერილის მთავარ დანიშნულებაზე, მთავარ მისიაზე რომ ვისაუბროთ, თქვენ როგორ შეაფასებთ ჯერ ერთი მთავარ აქცენტებს, რა იყო აქ მნიშვნელოვანი, რამაც უნდა დააფიქროს საზოგადოება და ზოგადად ურთიერთობის ეს ფორმა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. რას ფიქრობთ თქვენ? ჩემი აზრით ეს წერილი პირველ, როგორც უკვე აღნიშნე, ეს არის პირველ რიგში შიდა აუდიტორიაზე გათვლილი წერილი და შიდა აუდიტორიის მომზადება, რომ შეიძლება ამერიკასთან ვერ დავლაგდეთ. მეორე არის ალბათ გულწრფელი წუხილი, რომ ვერ ვლაგდებით და რატო ვერ ვლაგდებით. და ნუ შემდეგში ის თეზისები, რაც მოყვანილი, აი მაგალითად არის, რომ ჩვენ და თქვენ ტრამპის ადმინისტრაციას გვაქვს ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხმედრა. რაზეც უნდა ითქვას, რომ პირველ რიგში ეს საერთაშორისო ურთიერთობებში ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვთქვათ ურთიერთობების დაახლოება მოხდეს, ხო? კაი მაგალითია ჩინეთის და ვიეტნამის კომუნისტური სახელმწიფოებია, მაგრამ ვიეტნამი ამერიკისგან ყიდულობს თვითმფრინავის ჩინური საფრთხისგან თავის დასაცავად და ეხლა ის რომ თქვათ ტრამპის ქვეყნის შიგნით თქვათ პოპულისტურ კონსერვატივიზმს ეწევა და აქ საქართველოს მთავრობაც ამ რაღაც ფსევდოკონსერვატივს აწვება ბჭყალებში და თქვათ ორივე თანხმდებია რომ კაცი-კაცია და ქალი-ქალია ამის ნიადაგზე რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა ეს არ არის საკმარისი საერთაშორისო ურთიერთობებში და ჩვენ ამას ხო ვაწყობთ ფაქტი არ არის საკმარისი იმიტომ რომ სხვა სტრატეგიული ინტერესები სხვა ძალთა ბალანსი და სხვა მიმართებებია წარმართული და არა ეს თქვათ იდეოლოგიური ასე თქვათ ზედნაშენი თუ ეს იდეოლოგიური მიმართებები ხო ხა რუსეთით ჩინეთით და ამერიკა დღესდღეობით ალბათ ამ გენდერის საკითხებზე თანხმდება მაგრამ არც თქვათ ჩინეთთან სტრატეგიული კონკურენცია აქვს და ერთი სანქციაც არ მოუხსნია რუსეთთან ამიტომ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი და ზოგადად ხო ამ წერილის ესე იგი პათოსი არის კიდევ ერთხელ მე საკუთარი ამომრჩევლის მომზადება რომ შეიძლება ვერ დავლაგდეთ და მეორე ალბათ მხოლოდ მეორე არის რომ იქნება ტრამპის ადმინისტრაციას აეხა რომ ხმაურს ავტეხ ასე მაინც მივიდეს ახლა ტრამპი რო არ წაიკითხავს და ჯეი დი ვენსი ეგ გასაგებია მაგრამ აი ხვედა ბიუროკრატიულ ინსტანციებში მაინც გადმოგვხედონ ან შემოგვხედონ ან რაღაცა დაფაცულდნენ ჩვენს შესახებ შეიძლება ესეც არის გათვლა მაგრამ პირველ რიგში უპირველეს ყოვლისა ეს არის რა თქმა უნდა საკუთარ ამომრჩეველზე და ქართულენოვან ძველზე გათვლილი მესიჯი. კი ბატონო, აი როდესაც იდეოლოგიაზე და ურთიერთობების დაალაგების სურვილზე ვსაუბრობთ, შექმნილია ფრიად უცნაური სიტუაცია და ეს არ არის გუშინდელი, ბოლო პერიოდი ამას ვადევნებთ თვალს. ისმის ისევ არადიპლომატიური, არაკორექტული, პოლიტიკური ლექსიკისთვის მიუღებელი შეფასებები. ჯო უილსონი კომიკურ ფიგურად იქცა დღეს ასეთ იყო მაგალითად ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ბატონი მამუკა მდინარაძის განცხადება პრემიერ-მინისტრმა კითხვა რომ ჯო უილსონს რომ შეხედო ისიც ძალიან წაგავს თავის ნატურით ცეკას მდივანსო აი ასეთი შეფასებები მაშინ როდესაც პარალელურად საჯარო განცხადებები კეთდება ურთიერთობის გადატვირთვაზე სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვის მზადყოფნაზე და იმაზე რომ არაერთი მიმართვა გაკეთდა ახალი გზამკვლევით სუფთაფურცლიდან დაიწყოთ ეს ურთიერთობები რა მიზანზე შეიძლება იყოს პარალელურად ასეთი ნარატივი ასეთი შეურაცხმყოფელი თუ არ ვიცი შეფასებაც მინდა გკითხოთ რა შეიძლება ეწოდოს ასეთ ეპითეტებს და აი რაზე არის გათვლილი თუ რეალურად არის მიზანი ისევ დაახლოება ორი ქვეყნის დაახლოება ალბათ ისინი უფრო ცდილობენ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებას და ნუ ფაქტია ჯო უილსონთან ყველა ხიდი დამწვარია და შესაბამისად ეხლა იქ ის კაციც მაინდა-მაინც ესე იგი არ ერიდება შეფასებებს და ფაქტია რომ ესენიც არერიდებიან ნუ ყველა ხიდი დამწვარია და აქ აღდგენის არც სურვილია და არც შესაძლებლობა შესაბამისად
ამ კუთხით, მაგრამ ზოგადად ეს არადიპლომატიური გამონათქვამები ეს ბოლო რაც დაიძაბა საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობა დასავლეთთან ეს ხო ხშირად ვაწყდებით ჩვენ და ეს ეთყობა მათთვის არის თავდაცვის ფორმა, რომ რაღაცით ხომ უნდა უპასუხონ. მით უმეტეს როცა ამხელა რეალურად ხო ამხელა ესეთი ძალთა უთანასწორობაა ხო ეხა სად ამერიკა სად საქართველო და ეთყობა გონიათ რომ აი ესეთი პასუხი მათ წარმოაჩენს უფრო ეგრეთ წოდებული ორ ფეხზე ვდგავართ ხო რომ მიაჩნიათ რომ თუ ასე უპასუხებენ უფრო წარმოჩინდებიან რომ უფრო სუვერენულები არიან და ორ ფეხზე დგანან ამ. კი ბატონო, აქვე მინდა გკითხოთ აი უფრო მეტი რომ ვისაუბროთ თვითონ ჯო უილსონზე, იმიტომ რომ არ ვიცი, თითქოს არის მცდელობა იმისა რომ დააკნინონ ამ ადამიანის რეპუტაცია, სტატუსი, სინამდვილეში სულაც არ არის ხო ჯო უილსონი ხო წამოსაკრავი პერსონა, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ტრამპის გუნდის წევრი, ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, მოკლედ კი, როგორც თქვენ ბრძანეთ, არ ერიდება ხის შეფასებებს ისიც საპასუხოს და ბოლო შეფასება მაგალითად ამ წერილის საპასუხოდ გაკეთებული იყო, რომ შეურაცხმყოფელია და გეყოს თავხედობაო მოთხოვნები წაუყენო პრეზიდენტ ტრამპსო. მოკლედ აქ საინტერესო პერსპექტივაში გამოსავალს რა შეხედავთ, არ ვიცი, რესურსი რა არსებობს თუ არა, რა შემთხვევაში შეიძლება აღდგეს მჭიდრო თანამშრომლობა ან დაუბრუნდეს იმ ნიშნულს არ ვიცი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას გულისხმობ. ან როგორც თქვენ ბრძანეთ, თუ მთავარი მიზანი მხოლოდ არის ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის მოგვარება და ლაგება, აი რა უნდა გაკეთდეს და ამ რესურსს თუ ხედავთ? დღესდღეობით რა მოცემულობა გვაქვს, რომ აი ეს ჯო უილსონიც რომ მკითხეთ, ესე იგი, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს არ არის, ხო, ხა მნიშვნელოვანი სახელმწიფო და ამერიკის ელიტაში, კუბისგან, ისრაელისგან, ვენესუელისგან განსხვავებით, ხა ამერიკის ელიტაში ასა სხვადასხვაობა საქართველოზე არ არსებობს, ხო? საქართველოს ან არ აინტერესებდა, ან არ იციან და იმ მცირე რიცხოვან ადამიანებმა, ვინც იციან, ყველა ჯერჯერობით მხოლოდ კრიტიკულად არის საქართველოს ხელისუფლებისადმი განწყობილი, მათ შორის ბატონი უილსონი. შესაბამისად, იმ წერილშიც იყო ეს თქვა გულისწყრომა, რომ აი თქვენ რატო არ გააკეთეთ განცხადება მეგობარაგზე და კიდევ ერთხელ რატო უნდა დაუპირისპირდეს ახლა ტრამპის ადმინისტრაციას საკუთარ კონგრესს ასეთ უმნიშვნელო საკითხზე, ხო? რა აკლდება ახლა ტრამპის ადმინისტრაციას, მიიღებენ თუ არ მიიღებენ მეგობარაგს, ეს ტრამპის ადმინისტრაციისთვის ალბათ საერთოდ არ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, ხო? ეს ერთი. ახლა რა უნდა გაკეთდეს? რა უნდა გაკეთდეს? პასუხი არის ის, რაც თქვა ჩვენ მოვისმინეთ იმ მცირერიცხოვან განცხადებათაგან, რაც ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოზე გაუკეთებია, რომ ჩვენ გადავეცით რაღაცა მოთხოვნები იქნება ეს თუ წინადადებები, რაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს, იმისთვის რომ თქვათ აღდგეს ან რაღაცა ნიშნულს დაუბრუნდეს ურთიერთობა. აქ უფრო ლაპარაკია რაღაც ნიშნულზე დაბრუნება, თქო უნდა ხარ არ მგონია ჯო უილსონთან ურთიერთობები გამოსწორდეს, ეგ ახლა ურთულესი საკითხია, მაგრამ ნუ თუ აღმასრულება ახლა ეგ ხშირია ხო კონგრესში საუდის არაბეთს ბევრი აკრიტიკებს, უნგრეთს ბევრს აკრიტიკებს, მაგრამ ახლა უნგრეთს ტრამპის ადმინისტრაცია სანქციებსაც უწევს. ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თუ მაინც თუ დავლაგდით, ესე დიდი საქმე იქნება, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს. ეს წერილიც ხომის ნიშანია, რომ ჯერჯერობით მაინდა-მაინც არ ჩანს აი ეს თქვა ბილიკიც, რომელიც აი ამ დალაგებამდე მიგვიყვანს. კი ბატონო, აი ბოლო შეკითხვა და აი რამდენად შესაძლებელია მოკლედ რომ შევაჯამოთ. აი ეს ურთიერთობები, ეს გაცივებული ურთიერთობები და ის მოსალოდნელი სანქციები, რაზეც უილსონმაც გამოაქვეყნა 38 კაციანი სია და თუ მაგალითად მეგობარი აქტი სენატშიც მოიპოვებს მხარდაჭერას. ამ შემთხვევაში არ ზარალდება მხოლოდ ხელისუფლება. ეს გადაწყვეტილებები ზოგადად ქვეყანაზე როგორ აისახება, ეს მინდა გკითხოთ. ხო, ნუ სიით რო დავიწყოთ, რა თქმა უნდა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხა სანქციებს აწესებს პრეზიდენტი და სახელმწიფო დეპარტამენტი, ჯო უილსონი სანქციებს არ აწესებს. სია რაღაც ერთგვარი მოსამზადებელი თუ სასიგნალო თუ რაღაცა. კი, ეს მოსამზადებელი შეიძლება ეს გამაფრთხილებელი ალბათ უფრო. უფრო საინფორმაციო ხმაურზე შეიძლება იყოს გათვლილი. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ ყველა ჯო უილსონის ყველა პოსტ, ყველა განცხადებას რეზონანსი მოყვება ქვეყნის შიგნით, ხო? ეგეც რა თქმა უნდა ნაწილია, როგორც ეს სია ახლა სახელმწიფო დეპარტამენტს ყვეს ვის უწესდება სანქციები და არა ჯო უილსონი, მაგრამ სია მაინც რეზონანსულია და საინფორმაციო ხმაურს მაინც იწვევს. ხო და ვერც კანონში ვერ ჩაწერენ ახლა გვარებს და სახელებს. მეგობარი აქტი რომც მიიღონ,
იქ ვის გზე გავრცელდება ეს სხვა საკითხი. ეხლა რაც შეეხება ხო, აი რამდენად დამაზიანებელია, დამაზარალებელია ქვეყნისთვის. სასიამოვნო არ არის თუ ეს კანონი მიიღეს ეხლა ჩვენ იმ ქვეყნების რიგში ვდგებით, რომლის მიმართაც თქვა რაღაცა საკანონმდებლო დონეზე არის შეზღუდვები და რა თქმა უნდა ეს შეზღუდვები უფრო ინდივიდუალურია და ღმერთმა დაგვიფაროს, ეხლა ჩვენ კუბა არა ვართ და რაღაცა სანქცირებული იურისდიქცია, რასაც ქვია, ხო, რუსეთი, კუბა, ბელარუსი, სადაც უკვე აი ბანკებს თიშავენ და 1000, მაგრამ რა თქმა უნდა ეს სასიამოვნო არ არის, ჩვენ იქით იმ კლუბში ვინაცვლებთ და რაღაცა მაინც საკანონმდებლო შეზღუდვები რო იქნება და კიდევ ერთხელ ვთქვათ რა თქმა უნდა ტრამპს არ ჭირდება ცალკე კანონი რო ხა ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის სანქცირება შეუძლია ბაიდენის ადმინისტრაციამ დაადასტურა მაგრამ მეგობარი აქტის გარეშეც ხო და რო იქნება ასე ვთქვათ ეს ჩარჩო რომელიც ახლა პროაქტიულად ავალდებული ეს პრეზიდენტს რომ მოიკულიოს გამოიძიოს გამოაქვეყნოს ესე რა თქმა უნდა სასიამოვნო არ არის აქ სხვა საკითხია თვითონ რომც მიიღონ და ხელი მოაწერო რამდენად აამუშავებს ტრამპის ადმინისტრაცია იმიტომ რომ კანონი თვითონ აქ ითვალისწინებს გამონაკლისებს და ასე შემდეგ. ეგ უკვე ცალკე საკითხია თუ ეს შეიძლება იარაღი იყოს ხო ტრამპის ადმინისტრაციის ხელში რომ საქართველოს მთავრობას შეუთვალოს რომ თუ რაღაცებს არ გააკეთებთ, თქვა ჩვენ ამას სრულ დატვირთვით ავამუშავებთ ამ ცდილობას მივცემთ. მაგრამ ზოგადი შეფასება არის რომ რა თქმა უნდა ეს არ არის სასიამოვნო და საერთოდ არ არის თქვა სასურველი რომ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ასეთი ცუდი ურთიერთობა გქონდეს. სულ ისმის რომ აი და აბსოლუტურად რაციონალურად რომ რუსეთთან ჩვენ არ აგვაქვს თავი ესკალაციის და კი ბატონო და არც სანქციების თავი არ აგვაქვს და რატო გვაქვს თქვა თავი რომ ამერიკასთან ესეთ ესკალაციაში ვიყოთ ხო არის ლოგიკური კითხვა შესაძლოა არ გვაწყობს ესკალაცია ამერიკასთან ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი რომ გვითმობთ დროს მადლობა თქვენ რომ უპასუხეთ ჩვენ შეკითხვებს გიორგი ხატიაშვილი პოლიტიკის